ოთახი გამოწერება кайხლა. გამარჯობათ. მოკლედ მე და ბატონმა დავითმა ვიარით და აჭარაში მოვედით. უბრალოდ ამოვედით. ვართ სოფელ ზედა ჩიტუნეთში. ქვედა მარჯვენა. სასწაული ადგილი არ ვიცი რა, ტყიანი. მაგარი ბუნება. ხო რა, ბათუმიდან შორიც არ არის, მგონი 40 კილომეტრია თუ რაღაცა, მოკლედ მაჭახელას ხეობაში ვარ და სიტყვა მაჭახელა რასთან ასოცირდება, იცი ბატონო დავით? არა. ქართული წესასწაული იარაღის დამზადებასთან, ანუ ჭეხვა, მაჭეხი, ხო. ჩვენ იარაღის განხილვა ვართ. სადაც ეს ვიდეოები დება, შეიძლება უკვე იარაღის განხილვა არ არის, ზოგი წერს ხოლმე ბარემ ამათ გადააკეთეთ, იმათ გადააკეთეთ, მაგრამ ჩვენა გვაქვს მეორე არხი იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე. თუ იქ შეხვალთ, იქ არის მარტო ცეცხლსასროლი იარაღი, ვისაც გაინტერესებთ. ანუ ჩვენი მეორე არხია და სამწუხაროდ იმ არხზე არის მხოლოდ 14000 გამომწერი. მაგრამ ეხლა მე კაც გაგაცნობთ. საქართველოში აღზადებს მაჭახელას თოფებს, ანუ კაჟიან თოფებს აკეთებს და პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმიც აქვს, აგერაც ხორობს. ძალიან ისეთი ადგილია, საინტერესო და შევიდეთ. მინდა რომ იცნობდეთ, იმიტომ რომ ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ყველა ჩვენი ძმაკაც ეგრე არის ბატონო და ჩერა სიტყვა. და იქნები ჩვენ საქმეს აკეთებს, მაგრამ რუსი. რუსი ჩვენ საქმეს არასოდეს არ გააკეთებს. და რო გააკეთებს? არ აკეთებს მეთქი და გეუბნები. რო გააკეთებს? თუ გააკეთოს, მაშინ ჩვენი ძმა იქნება. გაიგე? რა ვიცი, ნახე. ავაზაკობას არ აქვს ნაცია გამიგეშვილო. არ შეიძლება იყოს რუს და ყველა იყოს დამპალი. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ხალხის ჩადის, ჩვენთვის არის ცუდი. აი ეგ მოვედით ბატონ ზაზასთან, ნაგერვაძეა გვარად. სკა. აი სკა. გამარჯობათ. აჰა. აი მას დაგიმაგრებთ. აი აქა რომ ხმა იყოს. მოკლედ მოვედით რა თქვენ ამბიც.